მოგესალმებით. დღეშვენი სტუმარია ნინო ჩხეიძე, ყოველგვარი წესრიგები, ელეგანტური, როგორი ლამაზი ხარ, ფანტასტიკური სიმღერა მოგვიტანი და როგორ გიხარია შეისტუმრობა ყოველთვის მეც ყოველთვის მიხარია, ჩემ ლაშას ველოდებოდი დღეს, მაგრამ არა უშავს რო არ დამახვედრით. მომწერა, არ ინერვიულო. ფანტასტიურად გამოიყურები და ლაშასნაც თქვა ნახე რა ლამაზი არა ჩვეულებრივი გოგო დამახვედრით. ჩვენი ახალი წამყვანია, ნახე რა ლამაზია თაკო. ძალიან. არა ჩვეულებრივად გამოიყურები, ნინო. ჩვენ ვიცით რომ ძალიან მოგზაურობით დატვირთული ზაფხული ქონდა და ზუსტად ამ თემაზე სასაუბროთ მოგიწვიეთ ჩვენთან. კი ბატონო, ზაფხული გვაინტერესებს მოკლედ. ყველაფერი დეტალურად ყველაფერი. იცი რა, ხო, მოგზაურობები და ასე შემდეგ. იცი რა, ზაფხულში არ დამისვენია, გაგიკვირდებათ და უბრალოდ მუშაობდი და ბევრს მოგზაურობდი ამის გამო. თან მუშაობა, თან დასვენება, თან საქმე და ეს ზაფხული სხვათა შორის ჩემთვის იყო გარდამტეხი, იმიტომ რომ დავისვენე სახლში. ჩემს თავს დაუთმე დიდი დრო, დავისვენე ფილმების ყურებით, არ ვიყავი გადაღებაზე გასაქცევი, არ ვიყავი ინტერვიუზე გასაქცევი და ასე შემდეგ და მივხვდი რომ თურმე ჩემი თავის მოსმენა აღარ ვიცოდი და ძალიან მომეხმარა ეს პერიოდი რაღაცნაირად ახალი ეტაპის დაწყებაში. ნუ ახალი ეტაპი გამომდინარეობს რაში? დავიწყე სწორედ კვება ვარჯიში, წაკითხვა რაღაც, აი რო ვითარდები შენ თვითონვე და ჩემთვის გამორჩეული და კარგი ზაფხული იყო მიუხედავად იმისა, რომ არ დამისვენე არს. ანუ ტრანსფორმაციული პერიოდი გაიარა. კი ბატონო. ჩემი თავის მოსმენა მივხვდი რომ არ ვიცოდიო და ბოდიში უბრალოდ მაინტერესებს რას ნიშნავს და იცი როცა ძალიან ბევრი საქმე გვაქვს ხო? აი რაღაცნაირად გვავიწყდება, ანუ ავტომატზე ვართ ჩვენ. რაღაც მომენტი ვეპარება ხოლმე. რეჟიმში ვჯდებით და იმ რეჟიმში ვჯდებით და ანუ აღარ იცი პირობითად აი როგორ იკვებო ხო? შეიძლება ფასტ-ფუდით იკვებო, იმიტომ რომ დრო არ გაქვს. შეიძლება გინდოდეს უსეირნობა და დრო არ გაქვს ფიზიკურად და ანუ შენ თავს რო უსმენ და შენ თავთან რო ხარ ჰარმონიაში, მაშინ ხარ ყველაზე ბედნიერი და კარგი და თუ ასეთი ტრანსფორმაცია უნდა განვიცადო, მეც უნდა ვისწავლო საკუთარი თავის მოსმენა, იმიტომ რომ ფანტასტიკურად გამოიყურები და არა ჩვეულებრივად გამოიყურები და დიდი სწორი კვების იმის თემაა და ზუსტად ეგ გვაინტერესებს სწორი კვების შედეგია პირველ რიგში. კი, ყველაფრის ერთად პოზიტიური ფიქრის, ვარჯიშის, სწორი კვების, საკვებ დანამატების მიღების, წყლის მიღების, ცეკვაზე დავიწყე კიდე სიარული ხმამაღალინა თქვა, მე ჯერ მხოლოდ 3 გაკვეთილი ვიყავი, მაგრამ ძალიან მომწონს, რომ აი ეს სხვათა შორის ბავშვებიდან მინდოდა რომ ქართულ ცეკვაზე მევლო და ვერ ავიხდიდე ეს ოცნება და ეხლა რო დავდივარ ვარ ძალიან ბედნიერი. ძალიან მაგარია. მე მაინტერესებს შეიძლება ვკითხო? მე მაინც დილეტანტი ვარ, ცოტა ჩინურია ჩემთვის ეს სწორი კვება და ბრენდებს მაინც ჩამოვთვლით, მაგრამ რას ნიშნავს ნინო ჩხეიძის დიეტა? აი როგორია სწორი კვება, ნინო ჩხეიძის დანამატები ახსენე. საერთოდ სიტყვა დიეტა არა მარტო მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ყველამ უნდა ამოიღოს ტვინიდან, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი ამბობს, რომ დიეტაზე ვარ, მე პირადად ესე ვარ. იქ ირთვება სტრესი, ორგანიზმი გადადის თვით დაცვაზე და ვერც იკლებ ისტრესები, მე რო იმატებ და ასე შემდეგ. მოკეთ ამაზე ბევრი რო არ გავაგზავნო და იმ ხელა გამოცდილება მაქვს კვებასთან დაკავშირებით, რომ ვფიქრობ, რომ უდიპლომო ენდოკრინოლოგიც შეიძლება ვიყო. ყველაფერი ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი. სწორი კვება გამოიხატება რაში, რომ ზომიერად მიიღოთ სილაც, ბოჭკოც, ხილიც, ცხიმიც, ოღონდ ის ცხიმი უნდა იყოს, თქვათ აი ხილის და ნიგოზის და ავოკადოს სახით ვიღებთ სილას, კვერცხის და ქათმის სახით ვიღებთ ბოჭკოს, მწვანელები და ეს მწვანე. ყველაზე ჯანსაღი ცხიმი, ავოკადო. და აი ეს ძირითადად ცოტა კვება და ჯანსაღი საკვები რა. მაგრამ კონკრეტულ არავითარ შემთხვევაში თავს არ ვისტრესავ, თქვათ აი ვარ დაბადების დღეს, აი ხوارი რომ 6-ის მერე არა, აი 5-ის მერე საათი არის. არა, აი თქვათ სადაც არ უნდა ვიყო, არ დავისტრესავ თავს, მაგრამ აი ცოტა გასინჯვის პრინციპით გავსინჯო. გასაგებია, ვარჯიშობთ.
ვარჯიშობ, იცი რა, ვარჯიში ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ვიყიდე ამ ზაფხულს სარბენი ბილიკი და ყველამ დამცინა, რომ მე რამდენად იყიდე, მე რამდენად უნდა გადააგდო სახლიდან და ვიფიქრე, რომ ამათ ჯინაზე ეხლა როგორ უნდა ჩავაგდო დღე. მოკლედ დღეს არ ვაგდე და დღეში დავდივარ 8-დან 10 კილომეტრს. ვაუ! კი ბატონო და ანუ ესე დავიწყეთ მე და სპორტმა ურთიერთობა და მეგობრობა. თუმცა ძალიან მინდა რომ რაღაცა ტრენერის აქამდე იმიტომ არ მივედი რომ რამდენჯერაც მივედი ხო იცი ყველა ალბათ მარტო მე არ ვარ რომ აიღებ და მე აბონემენტს და აბონემენტი რომ გაგონია რომ უკვე თვითონ მუშავდება კუნთები. და ამიტომ ეხლა უკვე მე ვფიქრობ რომ დიდ სპორტში შესვლის დროა ჩემი. ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ხო ყველასთვის ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი რა თქმა უნდა და ეს აისახება ყველაფერზე, აბსოლუტურად ყველაფერზე. ყველაფერზე აისახება შენს გარეგნობაზე, შენს წარმატებაზე, შენს მეგობრებზე, შენს აურაზე და პირველი კიდე ერთადერთი მთავარი რაც გავაკეთე, ნეგატიური ფიქრები და ნეგატიური ადამიანებისგან განთავისუფლდი და ეს ძალიან კარგია. პოზიტიური აზროვნების ძალა. კი. აი როგორ გათავისუფლდი და იმიტომ რომ აქამდეც კარგად გამოიყურებოდი, ხა ეს კომპლიმენტი კი არ არის მართლა გულწრფელი რეალობას თვალებში ჩავყრით. აი ადამიანებისგან განთავისუფლდი რას მღეროდი, გქონდა კარიერა. არა, ადამიანებისგან ცუდად თქვა, მე განეის რომ ნეგატიური. აი უბრალოდ ხო არის რომ აი სახლში ხარ, ნეგატიური ფიქრისგან განთავისუფლდება თქვა. აი სახლში ხარ და რაღაცას გეფიქრება, რომ აი ხვალ, აი გადაღებაზე რომ წავალ, იქ რომ რაღაც ისეა. აი ყველა ადამიანს მოგდის რაღაცა ნეგატიური. ვაი მე ხა ის რომ შემხვდეს, ან ასეთი რომ შემხვდეს. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ რომ დავბლოკო ეს ფიქრი ჩემ თავში და თქო რომ არ ვიფიქრებ. всё, აი არ ვიფიქრებ. ხვალ ვიფიქრებ ამაზე, ხვალ რომ იქ მივალ, ნახავ რა იქნება ზუსტად და აი ეს როგორ არის, ცი ნეგატიურმა და პოზიტიურმა ფიქრებმა ციცის ვირუსული ეფექტია გამრავლება. და მე უკვე ეს ჩვევაში გადადის და ნეგატიური ადამიანები ცოტა მართლა ისე გამომივიდა რომ თითქოს გარშემორტყმული ვიყავი, მაგრამ არა. აი ხო არის რომ ადამიანი თუნდაც სამსახურში გაღიზიანებს, ყურადღებას აქცევ რა. აი რაღაცას გეტყვის და მე იმაზე ფიქრობ. აი ვცდილობ რომ ავისხლიტო ეს ყველაფერი და არ მივაქციო ყურადღება. აი რიდო რაღაცნაირად გარემოცა გახილტრე უფრო ხო ალბათ. მიაღწე იმას რომ ბუნებრივად ხდება ეს, აი ავისხლიტო, ხელოვნური ხომ არ არის ცოტა ავისხლიტო. იცი რა ბუნებრივად როგორ ისწავლე ამას, აი როგორ მიაღწია. ეს ცხოვრებაა და ჩვენ ვერ გავაკეთებთ და ანუ მე ვერ ვიქნები რომ ის სულ ესე ვართ, იმიტომ რომ კეთილი და ბოროტი სულ არსებობს და სულ ადამიანებს ხან ისე ვფიქრობთ, ხან ესე ვფიქრობთ. თავი ამაზე ვიყოთ აი ცოტა ყურადღებით და კონცენტრირებული, თორე რაც არ უნდა თქვა რომ ესე მორჩა და მე გავიწმინდე ნეგატივისგან, ნუ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და როგორც თეთრი ასევე შავი არსებობს სულ. იცი მე აუცილებლად უნდა შევეხო შენს Facebook პოსტს. სიახლეებით. კი ბატონო. აი მაინტერესებს ამ პოსტზე უფრო ცოტა უფრო ცლად რომ გამცე, მაგალითად უფრო მაყურებელს აინტერესებს პირადულში სიახლეა? არა, პირადულში არანაირი სიახლე არის და მე ვხვდები შენას რაღაც ამბობ. ცოტა გაურკვეველი იყო, მიხვდი ხო, აი რატომაც დამეწევა თქო შესავალი. და რაც შეეხება პირად ცხოვრებას, არასდროს არ მიყვარს ხოლმე რაღაცა ეს, იმიტომ რომ ამ პოსტის მერეც ძალიან ნერვები მეშლება ხოლმე, ყველა რომ თავისებურად ინტერესდება ყველაფერს. აი ზუსტად ეგ აინტერესებს ჩვენს მაყურებელს. იცი რა არის რომ ეს პოსტი უბრალოდ რაღაცა ცხოვრებისეული ის იყო, იმიტომ რომ მე და გიორგის არის რაღაცა ხო, თქვა დაქორწინდები მერე პერიოდია პერიოდი და ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ 25 წელი. და რაღაც ისე გამოვიდა რომ ყველა ჩემი წარმატების დასაწყისში ყველა ჩემი ცხოვრების აი რაღაცა საკვანძო ეტაპზე გიორგი იყო ყოველთვის ეს საყდენი ძალა. თუნდაც სიმღერას რო ვიწყებდი იყო ძალიან ბევრი კრიტიკა ის და ყოველთვის გვერდში მედგა და გვერდში მიდგას დღემდე. და ნუ პირად ურთიერთობაზე ახლა ესე არ მინდა რომ გაშორდი არ გაშორდი რაღაცა, მაგრამ გიორგი დღემდე ჩემს ცხოვრებაში არის ძალიან ძვირფასი ადამიანი, ყოველდღიური ურთიერთობა გვაქვს, ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს და მოკლედ ყველაფერი კარგად არის. მეტის სიახლე არ არის ჯერჯერობით ჩვენ პირასხმაში. ანუ ჩვენს მაყურებელს აინტერესებდა რამდენად ღია არის ნინო ჩხეიძე ურთიერთობებისთვის და ამიტომ დაგისვით ეს კითხვა. ღია არ ვიცი. რაღაცა ძალიან პირდაპირ არა გენაცვალე როგორ გეკადრებთ. ღია არის ანუ რას ნიშნავს? არა, ანუ ღია
პირველად გავიგე ესეთი შეკითხვა. ვინმე არის ესეთი რომ გამოდის ტელეეკრანს და იტყვის დიახ მე ღია ურთიერთობისთვის მობძადი. არა, მე და გიორგის გვაქვს დღემდე ურთიერთობა და გიორგი არ ცხოვრობს საქართველოში უკვე ბევრი წელია. და ანუ მე იმიტომ ვერ გეუბნებით ზუსტ პასუხს რომ აი ესე ვთქვათ მე რომ ეხლა სახში მევიდე და მელოდება გიორგი თქო ვერ გეუბნებით მაგრამ მე და გიორგი ვართ დღემდე სულთმარი და გვაქვს ურთიერთობა. მე ახლა მაინტერესებს ფანტასტიკური შენი მოგზაურობები. აი ზაფხულში ახლახანს ჩამოხვედი ვიცით უკანასკნელს მე მგონი მონაკოში ვიყავი ხო? მონაკოში ვიყავი კორპორატიული შეკვეთა მქონდა. აი ახლა დავიწყოთ მონაკოთი და მე ამ ზაფხულს ჩვენი მოგზაურობებიც იცი რა მონაკოში არაერთხელ ვარ ნამყოფი და ძალიან მიყვარს მონაკოში ყოველთვის წასვლა, მაგრამ ამ ჯერზე იმდენი ქართველი ვნახე, რომ მეგონა რომ ცოტა რუსთაველზე ხო არ ჩავისეირნე. წინასწარ დაგეგმეს თუ რა იყო? ხო, აი ქუჩა, ანუ გარდა იმისა რომ მე კორპორატივზე ვიყავი, ისინი არა, სხვა ანუ ქუჩაში მხვდებოდნენ ძალიან ბევრი ქართველები და არაფერი მიყვარს ყოველთვის, მე მიყვარს საფრანგეთი, მიყვარს პარიზი, მიყვარს მონაკო და ალბათ არ არის ადამიანი, ვისაც შეიძლება არ მოეწონოს და არ უყვარდეს იქ წასვლა და მე ვიყავი უბრალოდ კორპორატიული შეკვეთა მქონდა და 3 დღე გადავაბი დასასვენებლად, მეტი არაფერი. ყველაზე მეტად რომელი ქალაქი გიყვარს? მონაკო და პარიზი? კიდე თუ იქნება, ხო? არა, იტალიაც ძალიან მიყვარს, რომიც მიყვარს, მილანიც მიყვარს, მაგრამ პარიზი არის სადაც აი სულ აი ვარ ალბათ ნამყოფი 150,000 ძალიან ბევრჯერ, მაგრამ აი რაღაცა ხო არის რომ გადაღლილი ხარ და გინდა რელაქსით რომ განიტვირთო. ვიცი რომ პარიზში რო ჩავალ, ჩემს აი შინაგანად ძალიან მამშვიდებს იქ. რატომ შოპინგობ და იმიტომ ხომ არა? არა. აბა. ყოფილა ისეთ შემთხვევაში რომ ჩავსულვარ და არ მიშ. ხო, აი რატო არის პარიზი ახლოს ყველაზე მეტად? აი მომწონს ძალიან აი ეს ესთეტიკურად მომწონს ქალაქი, როგორც არის დაგეგმარებული, დაპროექტებული კულტურა მომწონს მათი, როგორც კვების, ასევე აი თეატრამდე და მულენ რუჟამდე დამთავრებული. ანუ ყველაფერი მომწონს. ადამიანების კონექტი მომწონს ერთმანეთთან. ხო, აი როგორ ურთიერთობენ, როგორი შინაგანი კულტურა აქვს და ეს ძალიან მავსებს და მსდის. რომ არა საქართველოს იცხოვრებდი? დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი, ხო, ვიცხოვრებდი. კი ფიქრია, ანუ ესე იგი რა ხან ბასენ პასუხობ? არო მიფიქრია, იცი რა, ეს სიყვარული ძალიან მომაკლდებოდა და რა თქმა უნდა ვერ გავძლებდი ის სიყვარული, რაც საქართველოში მაქვს და როგორც ხალხს უყვარვა, ამის გარეშე არ შემიძლია ნამდვილად. თუმცა იქაც ალბათ რაღაცა შანსონების სიმღერას დავიწყებდი ნელ-ნელა. თვალს ვერ წყვეტ, უბრალოდ მართლა გეუბნები, რაღაც ფანტასტიკურად გამორჩეულად გამოიყურები, არ ვიცი, ყოველთვის, მაგრამ ეხლა განსაკუთრებული ხარ. მართლა და მიყვარს მე ძალიან ნინო. მე ასევე. ისე ვერ გაგიშობთ კიდე რო არ გვიმღეროს. სხვათა შორის მეორე სიმღერა ავარჩიე. ეს სიმღერა ჩავწერე 20 წლის წინ გამიკეთა დათო ფორჩხიძემ. მოვიკითხოთ ჩვენი დათო. მოგკითხვა? საიდან ავიღეთ, იცი რომ აგანგალა დარარირატარა. აჰა, გასაგებია, კი ბატონო. ღვინო კახურო. ბალიაშვილი. მე ესეთ ჩანს არ ვაკეთებო და მოდიო ეს მოტივი ავიღოთ და მე მოგარგებ ჩემებურად და გავიდა 20 წელი და ეხლა TikTok-ში არის ძალიან ტრენდული. გატრენდა და მიხარია და გავტრენდა. კონკრეტულად შესრულება თუ ზოგადად ფალიაშვილის? არა, ეს ექსკლუზიური, არა. ფალიაშვილისგან ეს უბრალოდ მოტივი, ინსპირაცია იყო. მე ჩვენ სხვანაირად გავაკეთეთ და სხვანაირად დავამუშავეთ. გატრენდა და ესე იგი ხელახლა. გატრენდა ხელახლა და მოდი გავატრენდოთ. კი ბატონო, სიამოვნებით. ჩვენი სტუმარი იყო პირველი ბლოგის ფანტასტიკური მომღერალი ლამაზესი ჩხეიძე, რომელიც ძალიან გვიყვარს და სულ ველოდებით. მოგზანდი ნინო სცენა განკარგულებაში, ახლა ესე იგი მოვისმინოთ ნუ სიმღერა, შემდეგ გავიქცეთ თაკო. აი კამერაში ნახე რეკლამაზე გავიქცეთ და ძალიან მალე მოვალთ. ხშირად ვეღარც ვუგებთ ერთმანეთს
მოგაგონდები მე ვიცი მოგენატრები ცხოვრებაზე თუ დავფიქრები უკვე შენი აღარ ვიქნები ის გაიგრძენდები დაღან წინდება ფიქრიც არ დამჭირდება უშენოდ კარგად ვიქნები აღარ დაგიბრუნდები არასოდეს არ მიყვარდი მაგრამ ვფიქრობდი თურმე ჩემი სიყვარული შენ არ იყარი როცა მარტო დავდიოდი მენახებოდი და ყოველთვის შენთვის ველოდი დამიჯერებს მე ბევრჯერ მithქვამს უშენოდ ცხოვრება ბედნიერია არასოდეს არ მიგანებრაც მე შენთვის ეგ შენი თვალები გამიქოცნია უშენოდ დაღან წინდება ფიქრიც არ დამჭირდება უშენოდ კარგად ვიქნები აღარ დაგიბრუნდები უშენოდ დაღან წინდება ფიქრიც არ დამჭირდება უშენოდ კარგად ვიქნები აღარ დაგიბრუნდები